როგორი ხარ მისთვის? რას ფიქრობ შენზე? რას აპირებს? და საერთოდ გაქვთ თუ არა მასთან დალოცვა ურთიერთობაზე? ჩაიფიქრეთ თქვენი არსებული პარტნიორები, ან ვისაც ელოდებით. ადამიანი მოიტანს შენს ცხოვრებაში ძალიან დიდ ტრანსფორმაციას. თქვენს მის ცხოვრებაში სხვათა შორის მოგაქვთ ტრანსფორმაცია. თulis რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას და გახდის მას უფრო ბედნიერსა და ჰარმონიულს. მე ასე ვფიქრობ, დით ნახოთ ასეა თუ არა. ბევრთან იქნება კონფლიქტური ენერგიები პიროვნებასთან. ან პაუზაზე ხართ ამ პიროვნებასთან, მაგრამ გრძნობას მაინც გვიჩვენებენ. გრძნობას მაინც გვიჩვენებენ, ნახოთ. როგორი მანიპულატორი ყავთ, მანიპულირობს თქვენზე. მანიპულირობს. ჰარმონია ცოტა არის ამ ურთიერთობაში, მაგრამ მისი გადმოსახედიდან თქვენ სრულიად გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანი ხართ, ვისთანაც სიამოვნებით გაატარებდა მთელი თავის ცხოვრების ეტაპს და სიამოვნებით გახდებოდა თქვენთვის ისეთი, როგორცაც თქვენ ელოდებით. ჯერჯერობით ვერ იცვლება მეგობრებო, პიროვნება, გოგოებო, ბიჭებო, ვინც უყურებთ გაშლებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადამიანი უფრო მეტ ინიციატივას გამოიჩენს და ეცდება თქვენთან ერთად უფრო მეტი დროც გაატაროს. რომ თქვენი ურთიერთობა გადავიდეს ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე. აქ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ძალიან სწრაფად, იცვლება ყველაფერი, ძველი რთული ციკლები თქვენს ცხოვრებაში იხურება, პიროვნება მოულოდნელად შეიცვლება, ძვირფასებო იქნება ისეთი, როგორცაც თქვენ მისგან ითხოვთ, რომ ასეთი იყავე. ძალიან მალე შეიცვლება ყველაფერი. შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ხასიათს, ან მოულოდნელად სამყარო შეცვლის თქვენი გრძნობების ენერგიას, თქვენ არსებულ ურთიერთობას. ძალიან მალე შეიცვლება სხვათა შორის ტრანსფორმაციით. გადახვათ ახალ, უფრო საინტერესო, უფრო დადებით ეტაპზე. ბევრთან იქნება ისე, რომ საერთოდ გთხოვს ერთად საცხოვრებლად გადასვლას. ან ურთიერთობის უფრო სერიოზული სახის მიცემას. შეიძლება არ არის ეს იდეალური ურთიერთობა, მაგრამ აქ როგორ არის იცით? რაღაცა იგრძნობა, რომ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის. თუ ვინმესთან იყო მესამე პირები, სხვათა შორის ეს მესამე პირები ინტერესებს კარგავენ ამ პიროვნების მიმართ. ინტერესებს კარგავენ აბსოლუტურად, თვითონ აკარგინებს ამ ინტერესებს. ფიქრობს თუ არა გრძელვადიან ურთიერთობაზე? ფიქრობს გრძელვადიან ურთიერთობაზე სხვათა შორის. უზანაესი ძალა დგას აქ იეროფანტი თქვენთან და რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრობს სხვათა შორის. თუ არ ფიქრობდა აქამდე, ახლა უკვე ფიქრობს. ამიტომ მესამე პირები ან საქმეები ისე წავა, ან მესამე პირები წავლენ ამ ურთიერთობიდან, ან საქმეები ისე წავა, რომ მოგვარდება ეს საკითხები და ძალიან დიდი შანსები გეცემათ აი ამ ადამიანთან დალაგების ურთიერთობის ვარიანტში, ნდობის ძალიან სტაბილურ ეტაპზე გადასვლის. სავარაუდოდ თქვენ თვითონ ძალიან ცივი საღი გონებით იაქტიურეთ დროთა განმავლობაში ახლო
პერიოდში და ძალიან კარგად შეცვალა დამოკიდებულება თქვენს და ჩემო ძვირფასო მეგობრებო და გამომწერებო, მით უმეტეს ეხება გოგუებს, ქალბატონებს, ისეთებს, ვინც შეიყვარა და უფრო დააფასა საკუთარი თავი. აი ამ შემთხვევაში მით უმეტეს მიხვდა თქვენი იმპერატორი, ვისთან აქვს საქმე, როგორ შეიძლება თქვენთან მოქცევა და როგორ არ შეიძლება ამასაც. თუ განდეგილში დატოვეთ, ძალიან კარგი. ამ განდეგილიდან მალე გამოვა შეცვლილი, ძალიან გაბრაზებულია ისე, მიიღებს გადაწყვეტილების, ჩიხი და გამოვა და ისევ გამოვა თქვენთან კონტაქტზე, ვინც ელოდებით კონტაქტ. ძალიან მალე განვითარდება ეს კონტაქტები. აქ სხვათა შორის გამოძახებაც გამოვიდა, იცით? მე თუ გითხავთ. და სხვა შემთხვევაში კიდევ პიროვნება ვისთანაც არსებულ ურთიერთობაში ხართ და არა დაპაუზებულ ცივ ურთიერთობაში, დაპაუზებულიც გამოდის კონტაქტზე და არსებული ურთიერთობის ადამიანი, რომელიც ფიქსირდება ამ გაშლაში, რომელზეც ვშლიდით, თქვენ მისთვის ხართ მზე. ეს ან თქვენი ყოფილი ქმარია, ან ქმარია, ან მეგობარია, ახლანდილი, ახალი გაცნობილი, ან შეყვარებულია, ან თქვენი არსებული უკვე პოტენციური მომავალი მეუღლე, მეგობარი, საყვარელი, ვინც არ უნდა იყოს, თქვენ მისთვის ხართ ძალიან პოზიტიური და ჭკუა ისწავლა ამ პიროვნებამ ძალიან კარგად არსებულ ურთიერთობაში და პერიოდში, რა პერიოდშიც თქვენ მას ამ ჭკუას ასწავლიდით. წარმატებები, მეგობრებო.